მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. დღეს მე მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან ასე ვთქვათ გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც ახასიათებს ყველა ისეთ კომპიუტერს, რომელსაც Winchester-ი არა აქვს იმ დონის და ისეთი ძლიერი და დიდი, რომ თავისუფლად შეძლოს ჩაიწეროს Microsoft-ის Office პროგრამა, ნებისმიერი დიდი პროგრამები, რომელიც 10 გიგაბაიტზე მეტი წონის საერთო ჯამში. ზუსტად ასეთ ფაილს წარმოადგენს Microsoft-ის Office-ის პროგრამები, სადაც შედის Word, Excel, PowerPoint და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი პროგრამები. და ვისაც ასე ვთქვათ, ასეთი კომპიუტერები აქვთ, ისინი ვერ ეძლებენ საკუთარ თავს საშუალებას, რომ ჩაიწერონ ეს პროგრამები. ამისათვის არსებობს ჩემო მეგობრებო ძალიან კარგი გამოსავალი. პირველ რიგში ჩვენს ბრაუზერს უნდა გავხსნა, ესე იგი ჩვენი ბრაუზერი უნდა გავხსნათ უკეთრავად. შემდეგ გადავიდეთ საიტზე hotmail.com. აუცილებლად დარეგისტრირდით ჩემო მეგობრებო ამ საიტზე. რადგანაც ეს არის Microsoft-ის ოფიციალური საიტი. დარეგისტრირების შემდეგ დააჭირეთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ ასე ვთქვათ კუბიკებს და ამოვაგდეთ Microsoft-ის ყველა პროდუქტს, რა თქვენ გჭირდებათ. მაგალითად, დავირჩიოთ PowerPoint-ი. დავაჭიროთ ესე იგი New Bank Presentation, ანუ ახალი პრეზენტაციისთვის გასაკეთებელი საქაღალდე და იხსნება ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, როგორც ხედავთ, სტანდარტული 2013-16 წლის Microsoft Office-ის დიზაინი. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ახალი ესე ვთქვათ სლაიდები, ჩვენი გაფორმებით, ჩვენ როგორც გვინდა. დავამატოთ კიდევ რამდენიმე მეგობრებო. შეგვიძლია დავადოთ დიზაინი, არანაირი პრობლემა არ არის ამისი. დიზაინს როცა დავადებთ, შემდეგ შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენთვის ნებისმიერი სასურველი ტექსტი და როცა დაგჭირდება გადმოწერა, უბრალოდ დავაჭიროთ files, შემდეგ save as, შემდეგ download copy. და შემდეგ დავაჭიროთ აქ მწვანე და ლურჯად ამოგდებულ ასე ვთქვათ წარწერას. ამის შემდეგ ვინახავთ სასურველ ადგილას და ვაწვევით saves. ველოდებით სულ რაღაც რამდენიმე წამი მეგობრებო. როგორც ხედავთ, ეს პრეზენტაცია უკვე გადმოწერილია და არის ჩემს დესკტოპზე, ჩავრთოთ ჩვეულებრივად. და როგორც ხედავთ მეგობრებო, ჩემს კომპიუტერში სრულიად უპრობლემოდ გაიხსნა ესე ვთქვათ ეს პრეზენტაცია. ანუ რომ გამზადებული რომ მქონოდა, უბრალოდ მაგალითისთვის გაჩვენეთ, ასე შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერი Microsoft-ის პროდუქტი, როგორც არის Word, Excel და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია გამოადგება ისეთ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ პირდაპირ კომპიუტერში ჩაიწერონ ეს ერთობლ მნიშვნელოვანი პროგრამები. რადგანაც იწონით საკმაოდ დიდს, თუმცა არსებობს ალტერნატიული ხერხი, რომელიც არანაირად არ არის ნაკლები, ასე ვთქვათ, კომპიუტერში ჩაწერილ ვერსიებზე. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმედია მოგწონთ ჩვენი ვიდეოები. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207